მეექვსე, რონალდოს სპორტსმენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია აქვს. ბავშვობაში სიღარიბეში ცხოვრებისას ნამდვილი მანქანა არასდროს ყოლია. მაქსიმუმ სათამაშო მანქანა ქონოდა. 2003 წელს, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, მანქანა შეიძინა და ამით დაიწყო მისი 30 მილიონიანი დოლარის ღირებულების მქონე მანქანების კოლექციის ისტორია. როდესაც მისი ფეხბურთიდან შემოსავალი იზრდებოდა, მისი ავტომობილების კოლექციაც უმჯობესდებოდა. მის მფლობელობაშია Rolls-Royce-ის რამდენიმე მანქანა, Lamborghini-ები, Porsche-ები, Mercedes-ისა და Bentley-ის ფირმის მანქანები. 2021 წლის დასაწყისში რონალდომ გადაწყვიტა ვარჯიში გამოეტოვებინა, რათა დასწრებოდა Ferrari-ის ექსკლუზიურ ღონისძიებას. ის იტალიაში გაფრინდა, სადაც $2 მილიონ შეუკვეთა Ferrari-ის მანქანა. ეს ავტომობილი ექსკლუზიური მოდელია. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც რონალდომ $72 მილიონი ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შეიძინა Bentley-სა და Lamborghini-ის მანქანები. პაპარაცებმა მაშინვე გადაიღეს ფოტოები, როდესაც რონალდო სწორედ ამ ავტომობილებით გამოჩნდა. Manchester United-ის მენეჯერმა ასეთი დამოუკიდებლების დანახვისას გადაწყვიტა, რომ კლუბში მოთამაშეებს აღარ ქონოდათ სუპერ ავტომობილებით გამოცხადების უფლება. ასე რომ რონალდოს 2 წლის განმავლობაში 30 მილიონიანი კოლექცია უნდა დაეტოვებინა საწყობში. მისი ყველაზე ძვირფასი ავტომობილი არის $9 მილიონი Bugatti. მსოფლიოში მხოლოდ 10 ასეთი ავტომობილი არსებობს და იგი 380 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.